მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი მყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება და აროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ეს შემდეგ საკითხს, რას უნდა ველოდოთ ჩაფიქრებული პიროვნებისგან. ჩაიფიქრეთ ადამიანი, ვიზედაც გსურთ მოусმინოთ ამ კონკრეტულ საჯარო გაშლას და ვნახოთ, რას უნდა ელოდოთ ამ ადამიანისგან. პირველ რიგში ჩვენ გავაკეთოთ იდენტიფიკაცია პიროვნების, ვინ არის, თქვენია თუ არა ეს საჯარო გაშლა ზოგადად და შემდგომ უკვე ვნახოთ, გავარჩიოთ საკითხი და ასევე ვნახოთ რჩევა სამყაროსგან მოცემულ სიტუაციაში. რას უნდა ელოდოთ ჩაფიქრებული ადამიანისგან? ვარიანტების რაოდენობა იქნება 2 და ვნახოთ. ვარიანტი პირველი, ვარიანტი მეორე. ეს კონკრეტული არკანები ეხება პიროვნების იდენტიფიცირებას, ვარიანტი პირველი, ვარიანტი მეორე და მოდი გავიხსენოთ ჩვენი ტრადიცია, როდესაც ვარიანტებს ირჩევდით ხოლმე ქვებით და აი ვნახოთ. პირველი ვარიანტისთვის იქნება ესეთი ქვა და მეორე ვარიანტისათვის იქნება აი ესეთი ქვა. ეს ორი არკანი შეგახსენებთ ეხება პიროვნების იდენტიფიცირებას. ნახოთ, დააკვირდით არკანებს, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და შევხედოთ, რას უნდა ელოდოთ აი ამ კონკრეტული ადამიანისგან. ვინც ვერ მოასწარით ვარიანტების არჩევა, დააპაუზეთ, კარგად დაფიქრდით, გააცნობიერეთ კითხვის შინაარსით, აირჩიეთ გონივრულად თქვენთვის საინტერესო ვარიანტი და შემდგომ გააგრძელეთ ყურება. მე კი პირდაპირ გადავალ უკვე ვარიანტის გარჩევაზე და ვნახოთ. პირველი ვარიანტი, რას უნდა ელოდოთ კონკრეტული პიროვნებისგან და უშუალოდ აი ამ შემთხვევაში ვინ არის ეს პიროვნება. როგორია, ხო? ხმლების რაინდი, ჩემო ძვირფასებო, ხმლების რაინდი. დააკვირდით, ეს არის ადამიანი საკმაოდ ინიციატივიანი მე ვიტყოდი და შესაძლებელია იყოს ან წყლის, ან მიწის ნიშანი. ან წყლის, ან მიწის ნიშანი. ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან კარგად აქვს დაბალანსებული ინტუიცია და ლოგიკა. არაჩვეულებრივად აქვს დაბალანსებული ინტუიცია და ლოგიკა, თუმცა ამავე დროს არის ძალიან იმპულსური ქმედებებში. ეს ადამიანი მიზნებს რომ ისახავს თითქოს აი დასახვის პროცესშივე აი ამ მიზანზე მუშაობის დროს ახორციელებს მოქმედებას. ეს არ არის პიროვნება, როდესაც აი დაჯდება და ძალიან დიდი ხანი დაელოდება, დაწონის, ესე, ისე, მიუხედავად იმისა, რომ მიწის ნიშანია, აი ინტუიცია იმდენად აქვს შერწყმული თავის თავში, რომ აი ხო გეუბნებით პროცესშივე თან ფიქრობს, თან აკეთებს. ძალიან სწრაფი ენერგიის მატარებელი ადამიანია, ეხლა ვინც ჩაიფიქრეთ თქვენ, არ უყვარს ლოდინი და თუ გაქვთ მაგალითად ურთიერთობა ისეთი, აი შეხებითი კონტაქტი თუ გაქვთ, შეიძლება ღიზიანდებოდეს კიდეც, როცა ალოდინებთ, აი ესეთი სიტუაცია და ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი ფაქტორი ქცევა თუ ასე შემდეგ არის ტყუილი, სხვათა შორის, ტყუილი და ლოდინი. ეს ორი რაღაცა ძალიან აღიზიანებს თქვენ მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. ნახოთ ახლა რას უნდა ელოდოთ მისგან, რას უნდა ელოდოთ მისგან. პირველი ვარიანტი. ნახოთ. კვერთხების ტუზი, არკანი კოშკი,
და ათიანების ხმლები. მე გითხარით, რომ ამ ადამიანს აქვს ძალიან სწრაფი ენერგია და არ უყვარს ლოდინი და აი აქ 3 არკანი ამოვიღე და 3-ვე არკანი აბსოლუტურად მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არის სწრაფი ქმედებების მქონე პიროვნება. სხვათა შორის ამ ადამიანს აქვს ენერგია ისეთი, რომ აი სადაც შედის, იქ ყველაფერს ცვლის. ანუ არასოდეს ისე აღარ არის მისი ან ყოფნის, ან მასთან ურთიერთობის შემდეგ, ვიდრე ეს იყო მანამდე და ძირითადში ეს ყველაფერი სხვათა შორის იწყება ქვეცნობიერის დონეზე. ანუ თითქოს ამ ადამიანს აქვს ძალიან დიდი უნარი ჩაუსახოს გარშემომყოფებს იმედი და აი ამ იმედით, აი ამ რაღაცა ენთუზიაზმით მისცეს უნარი იარონ წინ. ძალიან დადებითი ენერგიის მქონე პიროვნება შეიძლება იყოს აქ, თუმცა თვითონ ეს ადამიანი ხო საკმაოდ ისეთია იდუმალი ბუნების პიროვნება, მე გეტყოდით ამასაც. მიუხედავად იმისა, რომ გარეთ არის ეს ძალიან მსუბუქი, ძალიან მხიარული, ძალიან კომუნიკაბელური, კონტაქტური, ხო თვითონ აქვს რაღაც აუცილებლად შიგნით, რაც არ იცის არავინ დედამიწის ზურგზე და ეს მისია ძალიან მისი ორგანული მდგომარეობა. კი ბატონო, არკანი სამართლიანობა, იგი გითხარით, რომ რაღაცას მალავს. ოღონდ ეს დამალვა, აი ხო გეუბნებით არის გამოწვეული იმით, რომ ეს პიროვნება თავის თავში იტოვებს ყოველთვის რაღაცას, რასაც არ აჟღერებს არავისთან მათ შორის. კიდევ რას გვეტყვი, აბა როგორი ადამიანია და რას უნდა ელოდოთ ამ პიროვნებისგან. ჩემო ძვირფასებო, აქ შეგვიძლია კიდევ ერთი რაღაცა ვთქვათ. აქ შესაძლებელია ეს ადამიანი მალავდეს გრძნობას თქვენს მიმართ, გარკვეული ტიპის მე ვიტყოდი ემოციურ კავშირს, რომელიც არსებობს თქვენ შორის, თუმცა მას აქვს ეს დამაბრკოლებელი გარემოება, რის გამოც პატივს სცემს თქვენს საზღვრებს და არ დგამს ნაბიჯებს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც წეგან გითხარით, არის ძალიან სწრაფი. ორჯერ მოვიდა აქ რაინდის ენერგია, ანუ ეს ადამიანი რო შეეძლოს და რო დაუშვათ მისცეთ ნება, ნამდვილად ძალიან სწრაფად გააკეთებს ეგრეთ წოდებულ ქირურგიულ ჩარევებს რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებას ეხება. მაგრამ ხო გეუბნებით პატივს სცემს ამავე დროს თქვენს საზღვრებს. კი ბატონო, აი აქ გითხარით დამაბრკოლებელი გარემოება და აქ არის ოჯახის ენერგია, ათიანების თასები, თასების ტუზი და თასები, 6-იანი თასები, ანუ სუთასები, ანუ დიდი ალბათობით ამ ადამიანს აქვს გრძნობა თქვენს მიმართ, რომელსაც მალავს და მალავს იმის გამო, რომ რომელიმე თქვენგანი შესაძლოა იმყოფებით ქორწინებაში. ნახოთ რჩევა, რას გვეტყვის სამყარო ამ ადამიანთან დაკავშირებით. როგორ უნდა მოიქცეთ თქვენ ამ ადამიანთან დაკავშირებით? რას გვირჩევს სამყარო? პირველი ვარიანტი. რას გვირჩევს? არკანი იმპერატორი, არკანი სამართლიანობა და არკანი იმპერატრიცა. საოცარია. ხმლები, რუიანების კვერთხები, მესამედ მოვიდა ხმლების რაინდი, ჩემო ძვირფასებო და ცხრიანების კვერთხები. თქვენ შორის ნამდვილად არსებობს რაღაც, რის გამოც თქვენ ორნი ერთად ვერ ხართ და არ ხართ, იმიტომ რომ აქ ნახე არის არკანი იმპერატორი და არკანი იმპერატრიცა. ანუ ეს არის წყვილი ტაროს ენერგიების დონეზე, შეიძლება ასეც ჩავთვალოთ და აქ მოდის არკანი სამართლიანობა.
ეს ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს ფარული ურთიერთობაც, ან თუ ფარული ურთიერთობა არ არის, თქვენ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება არ დგამს მისთვის სასურველ ნაბიჯებს, იმის გამო, რომ თქვენ გაქვთ რაღაც წინააღობა, თქვენამდე მოსასვლელი გზა არის შეიცავს გარკვეულ ტიპის დაბრკოლებას. რჩევის სახით მე შემიძლია გითხრათ ის, რომ თუ თქვენ მოახერხებთ და ენერგეტიკულად აი ამ რაღაცნაირ ტრანსფორმაციულ, მე ვიტყოდი ენერგიებს, იმიტომ რომ როგორც თავიდან დავიწყე, მიწისა და წყლის ნიშანი ერთად, ანუ რაღაც ინტუიცია პლუს ლოგიკა, ხო? თუ ამ ადამიანს დაიმეგობრებთ, მოდი ასე ვთქვათ, თუ ამ ადამიანს ემუშავებით, არაჩვეულებრივი ტანდემი შეიძლება გამოვიდეს აი ამ თქვენი ერთობიდან, რომელიც აი ნახეთ როგორი ესეთი აი სწრაფი და ფუნდამენტური ცვლილებები შეიძლება მოხდეს თქვენ ორივეს ცხოვრებაში. რჩევის სახით მე გეტყოდით იმას, რომ არ ეთამაშოთ ამ ადამიანს. აი პირდაპირი მნიშვნელობით შემიძლია გითხრათ ეს, არ ეთამაშოთ და ყოველთვის იყავით მასთან პირდაპირი, იმიტომ რომ აქ არის ინტუიცია უმაღლეს დონეზე განვითარებული და როგორც კი თქვენ დაიწყებთ გარკვეული ტიპის ან მანიპულაციებს, ან თამაშს, ან ასე შემდეგ, ეს ადამიანი მიხვდება და მერწმუნეთ შესაძლოა ძალიანაც გაგინაწყენდეთ. პირველი ვარიანტი. ამიტომ არ ეთამაშოთ, იყავით გულწრფელი, მიიღეთ ისეთი როგორიც არის თუნდაც, ან ხართ თქვენ, ის რეალობაც ისე მიიღეთ როგორიც არის და უბრალოდ ეცადეთ რომ აი ამ კავშირით მიიღოთ ორივემ კეთილდღეობა, მოდი ასე დავარქვათ. აი ხელი ხელს ბანს პრინციპით არაჩვეულებრივი ურთიერთობა გამოგივათ და თუ ეს არის დაუშვათ ისეთი კავშირი, რომელიც შეიძლება იყოს სასიყვარულო კონტექსტში, პირველ ვარიანტს, თქვენ შორის იქნება არაჩვეულებრივი ანუ ურთიერთგაგება, შეწყობა, ენერგეტიკული ერთობა იქნება არაჩვეულებრივი და ძალიან დიდი ოჯახური ენერგიაც შეიძლება დატრიალდეს. ან თქვენ გაქვთ ეს ორივეს რაღაცა თითქოს ერთი ბუდის წარმომადგენლები ხართ, ხო? ანუ რაღაცა ერთი არხიდან მომავალი სულები ხართ, შეიძლება ასე ითქვას, ამიტომ შეიძლება ეს განცდად გქონდეთ, თუმცა ეს კავშირი იქნება ნამდვილად კარმული იმ გაგებით, რომ თქვენ ერთმანეთის ცხოვრებაში რაღაცეებს ძალიან შეცვლით. მადლობა პირველი ვარიანტი იმისათვის რომ მიყურეთ, რომ მისმინეთ. ახლა კი გადავიდეთ მეორე ვარიანტზე და ვნახოთ მეორე ვარიანტი. როგორია თქვენ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება? როგორია თქვენ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება? ხუთიანი კვერთხები. თქვენ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, ჩემო ძვირფასებო, არის საკმაოდ კონფლიქტური, მე ვიტყოდი, საკმაოდ კონფლიქტური. იმ გაგებით, რომ ძალიან დიდ ძალისხმევას ხარჯავს იმაზე, რომ ადამიანებს თავისი თავი მოახვიოს, თავისი აზრი მოახვიოს და რაღაცა თითქოს ისეთი პიროვნებაა, რომ აი არსებობს ჩემი სიმართლე მხოლოდ და დანარჩენი რაც არსებობს, ის სიმართლე არ არის. ანუ საკმაოდ კონფლიქტური პიროვნებაა, საკმაოდ ესეთი აგრესიული ცეცხლოვანი ენერგიები იგრძნობა ამ ადამიანისგან. ნახოთ რას უნდა ელოდოთ მისგან. ნახოთ მეორე ვარიანტი, რას უნდა ელოდოთ თქვენ მიერ ჩაფიქრებული პიროვნებისგან. რვიანი თასები, ხმლების ტუზი, ჩამოკიდებული კაცი. ორიანი პენტაკლები, ოთხიანი პენტაკლები, არკანი სამყარო.
ჩემო ძვირფასებო, აქ რასაც უნდა ელოდოთ, დიდი ალბათობით ეს ადამიანი თქვენზე არის ნაწყენი. კი ბატონო, თქვენზე არის ნაწყენი და ეს წყენა სავარაუდოდ გამოწვეულია იმით, რომ რაღაცა ისე არ არის, როგორც მას უნდა. მე გითხარით, რომ ამას აქვს მოთხოვნილება ამ პიროვნებას, თქვენ მე ჩაფიქრებულ პიროვნებას, რომ ხშირად ადამიანებს საკუთარი აზრი მოახვიოს თავს. ამის ერთგვარია, როგორ გითხრათ, ანუ თუ თავისი აზრი არ გაატარა და არ იგრძნო, რომ არის დომინანტი, ხო, რაღაცა ურთიერთობაში, ეწყება უკმაყოფილების განცდა. თქვენ მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას და აი აქ მოლოდინის შემთხვევაში, ხო, არის ზუსტად რაღაცა ესეთი სიტუაცია, რაც წარსულში მან თქვენგან ვერ მიიღო, ისე როგორც დაუშვათ გეგმავდა, ან რა მოლოდინიც ჰქონდა, ან შესაძლოა თქვენ საერთოდ უთხარით უარი ურთიერთობაზე. არც ეს არ არის გამორიცხული, რამაც ეს პიროვნება თქვენ გაგინაწყენათ. ნახოთ კიდე რას უნდა ელოდოთ, რას გვეუბნება, რას ნიშნავს ეს კომბინაცია. რას უნდა ელოდოთ? არკანი იმპერატორი, კვერთხების პაჟი და თასების რაინდი. კი ბატონო. ჩემო ძვირფასებო, აქ ძალიან დიდი ალბათობით. კი. აქ შესაძლებელია ხშირ შემთხვევაში იყოს ისეთი ვარიანტი, რომ თქვენ ხართ ან იმყოფებით ქორწინებაში უკვე არსებული მეუღლეები და დაშორდით ერთმანეთს რაღაც გარკვეული უთანხმოებების გამო და სწორედ ამიტოა ეს ადამიანი თქვენზე ნაწყენი, ან შესაძლოა ძალიან წკიპზე იყო მდგომარეობა მოსული, რომ თქვენ ყოფილიყავით წყვილი, თუმცა ეს სიტუაცია რატომღაც არ შედგა და არ გამოგივიდათ. კი, აქ მოდის რამდენი მაღალი არკანი. აქ მოდის პაპი, მაგი და არკანი ძალა. ანუ რაღაცა არის თქვენ შორის, რაც დგას თქვენ სივრცეში, თქვენ ორს შუაში ზუსტად და ეს ადამიანი ამ ყველაფერზე არის ძალიან გაღიზიანებული. თუმცა მოლოდინის შემთხვევაში კი, აქ არის აშკარად შეყვარებული წყვილის ენერგია. ზოგიერთ შემთხვევაში, სხვათა შორის, რასაც უნდა ელოდოთ, შეიძლება იყოს თუ თქვენ არ ახართ ოფიციალურ ქორწინებაში, შესაძლოა იყოს ქორწინების შემოთავაზება ან რაღაცა საკითხი, მნიშვნელოვანი საკითხი უკავშირდებოდეს ბავშვს. კი ბატონო. კი. არკანი იმპერატრიცა, არკანი იმპერატორი წეღან მოვიდა. კი ბატონო, თქვენ ჩემო ძვირფასებო, არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი წყვილებისათვის ძალიან მაღალია ალბათობა, რომ დარჩეთ ორ სულად და მიაქციეთ ყურადღება, თუ არ გინდათ არასასურველი ორსულობა. ჩემო ძვირფასებო, აქ ნახოთ რჩევას, რას გვეტყვის სამყარო. მეორე ვარიანტთან. რას გვირჩევს სამყარო? არკანი სულელი, არკანი სამყარო და არკანი მეეტლე. არკანი მეეტლე, ჩემო ძვირფასებო, მოვიდა მეორედ. აქ ხო გეუბნებით, შეიძლება იყოს ურთიერთობა სამკუთხედი და თქვენ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება ვერ აღწევდეს თავს არსებულ ქორწინებას გარკვეული მიზეზების და გამო, რაზეც ეს ადამიანი წეღან მაიდენტიფიცირებელი ენერგია რომ მოვიდა ცეცხლის ნიშნით, სწორედ ამიტომ შეიძლება იყოს გაღიზიანებული, თუმცა უახლოეს მომავალში მე მგონია, რომ ეს პიროვნება შეძლებს დაასრულოს ეს რაღაც მანკიერი წრე, გამოვიდეს აი ამ სიტუაციიდან და თქვენ შესაძლოა დააკანონოთ უკვე თქვენი კავშირი ოფიციალურად. ეს ცვლილებები საკმაოდ სწრაფად შეიძლება მოხდეს მეორე ვარიანტი, ამიტომ იყავით მზად ყველაფრისთვის და კიდევ ერთხელ გეუბნებით, აი აქ მეორედ მოვიდა დადასტურება არკანი სამყაროსი და იმისა, რომ შესაძლებელია დადგეს
მოულოდნელი ორსულობა. კიდე ერთი არკანი მინდა. კი ბატონო, აი ქურუმი ქალი. ეს არის ფარული ურთიერთობა, დიდი ალბათობით თქვენ მიერ ჩაფიქრებული პიროვნების არკანი განდეგილი. და ცხრიანების პენტაკლები. კი ბატონო, ჩემო ძვირფასებო, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ მეორე ვარიანტთან ეს იყოს ურთიერთობა სამკუთხედი და თან ფარული სამკუთხედი და თქვენ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება ცდილობდეს ახლა დაასრულოს ის ქორწინება, რომელშიც იმყოფება, თუმცა რთულია, მე გეტყოდით ამ სიტუაციიდან გამოსვლა, მაგრამ არაშეუძლებელი და მე ვიტყოდი, რომ რაღაცა უკვე თითქოს რაღაცა პროცესები შემჩნევადიც გახდა, რომ აი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო იმ ადამიანმა, რომელიც ჩაიფიქრეთ. რას უნდა ელოდოთ უახლოეს მომავალში ამ ადამიანისგან და უნდა ელოდოთ სწრაფ ქმედებებს, შემოთავაზებებს და კიდევ ერთხელ არ ვიცი რატომ მიმეორდება ეს ინფორმაცია, მაგრამ უნდა ელოდოთ ან ელოდოთ, ან ერიდოთ არასასურველ ორსულობას გააჩნია ვისთვის როგორ გადათამაშდება ეს ყველაფერი. აი ასეთი იყო ჩემო ძვირფასებო, დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა. თქვენ მიერ ჩაფიქრებული პიროვნებისგან რისი მოლოდინი უნდა გქონდეთ. მადლობა რომ მიყურეთ, მადლობა რომ ხართ ჩემთან ერთად. გისურვებთ წარმატებებს, გისურვებთ მშვიდობას და გისურვებთ კეთილდღეობას. დროებით.